პირველ რიგში განსაზღვროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პაპილომა ვირუსი. საქმე იმაშია, რომ ქალებს, რომელთაც აქვთ საშვილოსნოს ყელის კიბო, თითქმის 100% შემთხვევაში აქვთ პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის შტამი. და რას ნიშნავს მაღალი რისკის შტამი? პაპილომა ვირუსის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, შტამი ანუ სახეობა. და მათგან სულ რამდენიმეა, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და ამიტომ მათ უწოდებენ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსის შტამებს. საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ქალებში მეორე ადგილზეა სარძევე ჭირკვლების კიბოს შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო ერთადერთი ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და ეს არის ვაქცინა პაპილომა ვირუსზე. იმ ქვეყნებში, სადაც უკვე 10 წლეულებია ტარდება საყოველთაო ვაქცინაცია პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის შტამებზე, საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ბოლო ადგილზეა. პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის შტამი გადაედება სქესობრივი გზით. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ვაქცინაცია პაპილომა ვირუსზე ჩატარდეს მანამ, სანამ დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას. მაგრამ რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ ქალს უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება და სურს ვაქცინაცია პაპილომა ვირუსზე, ან ექიმმა ურჩია, რომ გაიკეთოს ეს ვაქცინა. ამ შემთხვევაშიც პაპილომა ვირუსზე ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდირებულია, რადგან თუ ქალი უკვე ინფიცირებულია პაპილომა ვირუსის რომელიმე შტამით, ვაქცინა დაიცავს დანარჩენი შტამებისგან. პაპილომა ვირუსი არ იკურნება, მაგრამ მას აქვს ერთი კარგი თვისება, რომ ის შეიძლება თავისით გაქრეს დროთა განმავლობაში. განსაკუთრებით თუ ორგანიზმი არის ახალგაზრდა და მაშასადამე იმუნიტეტიც უფრო ძლიერია. ამიტომ თუ ქალს უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება და არ ვიცით აქვს თუ არა მას პაპილომა ვირუსი, უმჯობესია, სასურველია თუ გაკეთდება PCR მეთოდით ანალიზი პაპილომა ვირუსზე, რომ გამოვავლინოთ მაღალი რისკის შტამი და თუ ის გამოვლინდა, ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება, რომ ქალს აქვს ეს შტამი და გარკვეული პერიოდის დაახლოებით 2 წლის შემდეგ ისევ გადავამოწმებთ, არის თუ არა ეს შტამი. და ამასთანავე ვაქცინაციას მაინც ვატარებთ, რადგან ის დაიცავს სხვა შტამებისგან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით, რომ ქალს აქვს ესა თუ ის მაღალი რისკის შტამი, საშვილოსნოს ყელის პროფილაქტიკური კვლევების ტაქტიკა იცვლება. მაგალითად, თუ ქალს სჭირდება საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა 3 წელიწადში ერთხელ, ამ შემთხვევაში შეიძლება მას დასჭირდეს წელიწადში ერთხელ, შეიძლება დასჭირდეს 6 თვეში ერთხელ. ასევე შეიძლება დაჭირდეს მას დამატებითი კვლევები, როგორიცაა კოლპოსკოპია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ბიოპსია.